ჩვენ ვესაუბრეთ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც დაბრუნდნენ უკრაინიდან საქართველოში და ვესაუბრეთ იმ პირებსაც, ვინც ომში მყოფ ქვეყანაში კვლავ რჩებიან. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების იმედი არ აქვთ, რადგან ამ დრომდე მათ და მათ თანამებრძოლებს არ მისვლიათ შეტყობინება, მაგალითად, რომელიმე მათგანი იძებნება თუ არა წითელი ცირკულარი და ამ ყველაფერს იგებენ სოციალური ქსელებიდან და რუსულ საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან. ამბობენ, რომ მტრულად არიან აღქმულები ქართული ოცნების მხრიდან ისინი და გვიყვებიან შემთხვევებს, როდესაც თუნდაც საზღვარზე მხოლოდ და მხოლოდ ისინი შეაფერხეს და საათობით მოუწიათ დგომა და ლოდინი იმისთვის, რომ თუნდაც საქართველოში შემოეშვათ. შემწინააღმდეგ არის გამოცხადებული ძებნა. ხელისუფლების მხრიდან ინფორმირებული არ ვარ ამის შესახებ, რომ ვარ ძებნილი, სტრუქტურებიდან არავინ არ გამოსულა და არავის არ უთქვამს, რომ ვარ ძებნილი და სიაში ისევ ისე უკრაინიდან ჩემმა მეგობრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ვარ ძებნილი და სიაში და მოვერიდო დსთ-ს ქვეყნებში შესვლას. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლებს შვიდად შეუძლიათ გადაადგილება. Ღმერთის იმედათა ვარ დარჩენილი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი და შევძლებთ ნორმალურად ადამიანურ პირობებში ცხოვრებას. მე ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი მებრძოლი ვიცი, ვინც საქართველოს დატოვა, აქედან გამომდინარე, რომ ვერ გძნობდა თავს უსაფრთხოდ საქართველოში. ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ და მათ შორის ექსტრადირების საკითხებზეც უმუშავიათ. ამბობენ, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ კომუნიკაცია უნდა დაამყაროს სომხეთთან და სწორედ საჭირო დოკუმენტები გადაუგზავნოს იმის დასასაბუთებლად, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთში არ უნდა გაიგზავნოს, ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, თვლიან, რომ თუ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება წარმატებით, მაშინ საქართველოს და ქართულ მხარეს შეუძლია უკვე რომ ევროსასამართლოს მიმართოს საკუთარი მოქალაქის ინტერესების დასაცავად. თანამშრომლობის ფარგლებში მისი მოქალაქის საქართველოში მიიღების ადვოკატირება საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია. ნამდვილად არის შესაძლებელი სამართლიან სასამართლოს პირობებში და თუნდაც სტრასბურგის მექანიზმით გაჩერება ექსტრადიციის პროცესის თუ ის დაიწყება, იმიტომ რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რუსეთში ციხეებში არსებული მდგომარეობა. ეს ადამიანები ტყვედ ჩავარდნის თუ დაპატიმრების შემდეგ ხდებიან ძალიან მძიმე წამების არადამიანური მოპყრობის ხორბლები. მოლოდინი რომ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება მნიშვნელოვან ძალისხმევას გაწევს ამ ადამიანის საქართველოში გადმოსაცემად არ მაქვს იმფოზე, როცა მისი რიტორიკა მკვეთრად ანტიუკრაინულია, ის საერთოდ მტრულად ხედავს უკრაინაში მებრძოლ ქართველებსაც კი. საქართველო არის ვალდებული, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, მიუხედავად იმისა, სად იმყოფებიან ისინი და რომელი სახელმწიფოს მოთხოვნით არიან დაკავებულები და ითხოვს თუ არა კონკრეტულად ეს სახელმწიფო მის ექსტრადირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა როდესაც ცნობილი არის, რომ რუსეთის მხრიდან იქნება მოთხოვნა საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მოქალაქის ექსტრადირება არ განხორციელდეს რუსეთში, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რუსეთში როგორ ეპყრობიან იმ ადამიანებს, ვისაც ბრალს დებენ უკრაინაში ომში მონაწილეობაზე რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებში და შესაბამისად ასეთ დროს საქართველო ვალდებული არის, რომ საქართველოს მოქალაქის ინტერესები და უფლებები დაიცვას. ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი ახლა სომხეთის ციხეშია, ის ექსტრადირების მოლოდინშია და ის და მისი ოჯახი ასევე ელოდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რამდენად დაიცავს და შეეცდება საკუთარი მოქალაქის ინტერესების დაცვას და შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ახლა სომხეთის დარწმუნებას იმისთვის, რომ მისი მოქალაქე რუსეთში არ გაუშვას და იქ მას ელოდება 7 წლიანი პატიმრობა.